განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის განათლება კეთილდღეობის კატალიზატორის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა. ალექსანდრე წულაძემ შეკრებილებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და საზოგადოების კეთილდღეობის უზრუნველყოფის კუთხით განათლებისა და მეცნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. სამდღიანი კონფერენციის მიზანია განათლების როგორც პიროვნული და საზოგადოებრივი კეთილდღეობის მამოძრავებელი ძალის წარმოჩენა და აღნიშნული მიმართულებით უნივერსიტეტების როლის ხაზგასმა. მონაწილეები იმშელებენ საზოგადოების კეთილდღეობასთან დაკავშირებული გამოწვევების იდენტიფიცირებასა და გადაჭრის გზებზე. საერთაშორისო კონფერენციებზე ხდება როგორც ქართული ისე უცხოელი აკადემიური წრეების წარმომადგენლების მოსაზრებების გაცვლა, განხილვა იმ სიახლეებისა თუ რაც ჩვენ გვაქვს და რასაც საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აპირებს რომ დანერგოს უმაღლესი განათლების მიმართულებით, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია, მათ შორის საერთაშორისო კონფერენციების მასპინძლობა და გამართვა საქართველოში, თბილისში, სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტებში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები თავისი ხარისხით ძალიან მაღალი სტანდარტის განათლებას იძლევიან. ისინი არიან ერთგული პარტნიორები. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი მუშაობს ჩვენს ახალგაზრდებთან, სტუდენტებთან, არა მხოლოდ ცოდნის გადაცემისთვის, არამედ მათი მომზადებისთვის. დღევანდელი საერთაშორისო კონფერენციაც ამ მიზნით იმართება, რომელიც ნამდვილად დიდ წვლილს შეიტანს არა მარტო ჩვენი უნივერსიტეტის ახალგაზრდების განვითარებაში, არამედ ზოგადად ქართველი ახალგაზრდობის ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობისათვის.